არის ესა მორიგი ძალადობა, მორიგი ამათი სახე, რეჟიმის სახე, როდესაც აი სულ პატარა გოგოები, აი ამ უტრუკებმა ვიღაცებმა, რომ მანდატური სამსახური რო ქვიათ, დაავლეს ხელი და იძალადეს ზოგი გადმოყარეს აგერ კიბეებზე, არიან თავპირ დამტრეულები და ეს პოლიციელები ჩვენ გვიყურებენ. იმკან არ იყურებიან. ის მოქალაქე ეს ადამიანების რომლების დაზარავდნენ ეხა სულ პატარა გოგოები განსაკუთრებით გოგოებზე იყვნენ დაგეშილები აი პატარა გოგოებზე მე შეგვიძლია ვანახოთ კიდევაც ადრესში არიან და ეს პოლიციელები რომლებიც ჩვენ უფლებებს უნდა იცავდნენ იცავენ მანდატურებს ერთმანეთის ტყავს იცავენ ეს არ არის პოლიცია პოლიციის არც ერთ წესში არ წერია და არც ერთ კანონში არ წერია ის რომ პოლიციელი უნდა იცავდნენ ერთმანეთს უნდა იცავდნენ მაშინ როდესაც მოქალაქეები ესე დღეში არიან და ეს არის რეჟიმის სახე ანუ ჩვენ აღარ აყვავს არც უფლებადამცველი არავინ არ ჩვენი უსაფრთხოების დამცველი და არაფერი არის კლანი და ისინი იცავენ ერთმანეთს და ძალადობენ ახალგაზრდებზე და აი ნორმალურ ადამიანებზე უბრალოდ დააკვირდით ადამიანებს რა სახეებით განან ესენი რა ვიცი რაღაცას ალბათ რაღაცას ასმევენ თუ რა ვიცი ეგეთი ველურები როგორ უნდა იყვნენ რომ პატარა გოგოები აი ესეთი სისასტიკით გამოყარონ და აფორთხიალონ ხო ეხა ჩვენ კარგი კაცებს კიდე რაღაცა ცოტა მეტი ფიზიკური ძალა გვაქვს და აი ეს პატარა სიფრიფანა გოგოები აი ესე გადმოყარეს პირდაპირ აი ამ კიბეებზე და აი ესენი რომლებიც არიან ჩვენი უფლებადამცველები წესით და ჩვენი უსაფრთხოების დამცველები აი ესენი დგანან და ზურგით არიან შექცეულები რომ ვითომ არ დაინახონ იქ რა ხდება როდესაც აი იქ აფორთხიალებდნენ გოგოებს და აი ესე პირდაპირ კიბეებზე გადმოყარეს ძილს დაყარეს ეს ადამიანები და სისხლები ადინეს აი ეს არის სამართლიანობა ამათი გაგები და ეს ხდება სასამართლოს კიბეებზე ხახლა ეს არის ძალიან სიმბოლური ყველაზე დიდი უსამართლობები ხდება აი აქ სასამართლოს კიბეებზე და აი ეს ახალგაზრდები რომლებიც აი აქ სულ პატარა ბიჭები დგანან რომლებიც აი ესე ყავთ გამომწყვრეული ამ პოლიციაში დაშინებით და რაღაც იძულებით და იმათ ზურგით აყენებენ რომ არ გაივითომ ვერ ხედავენ იქ რა ხდება. აი ეს ამბავი ხდება აქ. ნუ სასამართლოს შენობაში ვიყავით, ანუ დარბაზთან და საკმაოდ ბევრი ხალხი ვიყავით, აუცილებლად ტყდა, არ ვიცი, ჩხუბი, ყვირილი, წივილი დაგვიწყეს აგრესიულად გარეთ გაყრა, ანუ ხალხი ჩვეულებრივად იდგა, ანუ არც რა უნდა მომხდარიყო ესეთი აგრესია რომ გამოგვეწვია, არ ვიცი და იმდან აგრესიულები იყვნენ, რომ ზოგიერთ ფორმაც ხომ არ ეცვა და ჩვეულებრივად ხელის ყვრით გაყარეს ხალხი, ქალები, გოგოები, ქალები, კაცები აქ ქონდა მნიშვნელობა, ყველა ძირს დაყარეს დამდგენი მე ჩემ მეგობრის ზედაზე სისხლის ლაქაც დავინახე. ეგეც საიდან მოხდა, როგორ მოხდა, არ ვიცი, ვიღაცას გული წაუვიდა, გულწასული ადამიანიც მერე ცუდადყოფი ადამიანიც შენობაში ძირს იჯდა და იმასაც მივარდნენ და ისიც გააგდეს, ანუ სულის მოთქმაც არაცალეს და ნუ რა არ ვიცი, ახლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ახლა სასამართლოს შენობის ეზოში ვართ.